ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმები რომ ავიღოთ, ვნახავთ, რომ ყველა ამერიკული ნაწარმია. ჩრდილოეთ ამერიკა მსოფლიო კინოს დაახლოებით 95%-ს აკონტროლებს. ევროპული კინო კი დიდი პოპულარობით არათუ გლობალურად, არამედ მისავე კონტინენტზეც ვერ სარგებლობს. პანდემიამდე ამერიკას ევროპული ბაზრის თითქმის 70% ეკავა, მაგრამ იყო დრო, როცა მთავარი კინომწარმოებელ სახელმწიფოდ გერმანია ითვლებოდა და ევროპის კონტინენტიც ამ ინდუსტრიაში მოწინავე ადგილს იკავებდა. ევროპა ზოგადად ტექნოლოგიური პიონერი იყო, არტისტული ინოვაციებით სათავეს უძველესი კონტინენტიდან იღებს და ამერიკული კინობაზრის ნახევარიც გასული საუკუნის დასაწყისში მათ მფლობელობაში იყო. მაგრამ როგორ შეცვალა დრო მდგომარეობა 180 გრადუსით? პასუხი წარსულში უნდა ვეძიოთ. კინოს სამშობლოდ არა ამერიკა, არამედ საფრანგეთი და ძმები ლუმიერები ითვლებიან, რომლებსაც ასევე პირველი კინოთეატრის გახსნაც უკავშირდებათ. 1900 წლიდან კინო გლობალური ფენომენი გახდა, თუმცა დომინანტი როლები საფრანგეთსა და იტალიას ეკავათ. ფრანგული კინო უფრო სპეცეფექტებით გამოირჩეოდა, აპენინელები კი ძირითადად თავიანთ მდიდრულ ისტორიაზე იღებდნენ. ევროპელებს უკავშირდებათ პროექტორის ხმოვანი და ფერადი ფილმების შექმნას. მთავარი მიღწევა კი სრულმეტრაჟიანი სურათების გადაღება იყო. სრულმეტრაჟიანის ანუ 90+ წუთის, სადაც დიდი ამბავი ისტორია იქნებოდა გადმოცემული. მანამდე მაქსიმალური ხანგრძლივობა 15 წუთი იყო, სადაც ყოველდღიური შრომითი მოვლენები იყო ასახული და იმასაც ფონად მუსიკა ედო. ამ დროს ამერიკელებმა საკუთარი ნაწარმოებების შექმნაზე დაიწყეს ფიქრი. ყველაზე მარტივი საჭიროება, რაც ფილმის გადასაღებად ითვლება, არის განათება. შესაბამისად, თუ კი ბევრი ფილმის გადაღებას გეგმავ, ისეთი ადგილი უნდა შეარჩიო, სადაც მზე წელიწადის უმეტეს დროს ანათებს. ამ მხრივ კალიფორნია გამორჩეულია, რადგან მცირე დაშორებებით სხვადასხვა ლანდშაფტებს შეხვდები და ამავდროულად ამინდიც იდეალურად გამოიყურება. ამინდთან ერთად მეორე მიზეზი ტომას ედისონი იყო, რომელმაც კომპანია Motion Picture Patents Company დაარსა, სადაც ფილმის გადასაღებად საჭირო ატრიბუტიკას ყიდდა. ამის გამო ქვეყანაში არსებული კინომწარმოებლების უმრავლესობამ თავი კალიფორნიაში და კერძოდ მზიან ჰოლივუდში მოიყარა, სადაც ამინდისა და ედისონის კინომონოპოლიაც იდეალურ გარემოს ქმნიდა ფილმების შესაქმნელად. სრულმეტრაჟიან ფილმებზე დასასწრები ბილეთების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და აქედან დაიწყო კინოინდუსტრიის ეკონომიკური აღმასვლაც. ევროპა და ამერიკა ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ კინოდან მიღებული შემოსავლების მხრივ, მაგრამ ამ დროს სარაევოში ფრანც ფერდინანდის მკვლელობამ პირველი მსოფლიო ომი წარმოშვა. ამ მოვლენამ ევროპაში კინოწარმოება შეაფერხა, ხოლო ამერიკას თავისი ეკონომიკური სიმდიდრიდან გამომდინარე საკუთარი ნაწარმი გლობალურ ბაზარზე გაჰქონდა და ვინაიდან იმ დროს ფილმის ყურება გართობის ახალი საშუალება იყო, დიდი ფულიც იშოვეს. ანტრეპრენიორები ხვდებოდნენ ამ ინდუსტრიის პოტენციალს და ყველანი ბიუჯეტს სწორედ ჰოლივუდში აბანდებდნენ. მაგალითად, კომპანია Fox-მა 1914 წელს $92,000 ინვესტიცია მიიღო ფილმების გადასაღებად, ხოლო 1917 წლისთვის მაჩვენებელი უკვე 4 მილიონზე იყო ასული, რაც დიდწილად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მყოფ ბიზნესმენებს უკავშირდებოდა. Paramount-ი იყო ის კომპანია, რომელმაც საკუთარი ნაწარმოებების რეკლამირება პოსტერებზე მსახიობების დატანით დაიწყო, რის შედეგადაც მხოლოდ 2 წელიწადში თავიანთი შემოსავლები გააორმაგეს. იმ დროინდელ ჰოლივუდს 1910-იანი წლების ინტერნეტსაც უწოდებენ, რადგან ყველა ვისაც ამ სფეროში კონტაქტების დამყარება და კარიერის გაკეთება სურდა, თავს აქ იყრიდნენ. 1910-იანი წლების ბოლოს კინოს მწარმოებელი ორგანიზაციების დიდი ნაწილი ან გაკოტრდა, ან სხვა დიდმა მოთამაშემ მიიერთა, რის შედეგადაც 5 ძირითადი ფავორიტი გამოიკვეთა. RKO Pictures-ის, Warner Brothers-ის, MGM-ის, Paramount-ისა და Fox International-ის სახით, რომელთაც სამი მცირე, მაგრამ პერსპექტიული United Artists-ი, Columbia და Universal Pictures-ები ემატებოდნენ. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ამ ბრენდებს ჩვენ დღესაც უყურებთ, რადგან დიდ კონკურენციაში სულ პირველები ისინი გადარჩნენ. 1930 წლისთვის ამერიკის კინობიზნესის 95%-ს სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი 8 კომპანია აკონტროლებდა. ამასობაში ევროპა ომში მიყენებული ზიანიდან გამომდინარე ამერიკის პროგრესს ძალიან ჩამორჩა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კინოთეატრებში ნაჩვენებ ფილმთა 90% ამერიკული იყო და დაახლოებით იგივე შედეგები დაიდო სხვა კონტინენტებზეც თუ არა უკეთესი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ომის შემდგომ პერიოდში ამერიკულ ფილმებს არ აჩვენებდა და პირიქით მათთან კონკურენციას ცდილობდა, გერმანია იყო. მათ ერთი კომპანიის UFA ვიდეოს ქვეშ მოაქციეს ყველა კინომწარმოებელი და დიდი ნიჭის მქონე რეჟისორებიც აღმოაჩინეს, იგივე ფრიდრიხ მურნაუ და ფრიც ლანგი, რომლებმაც ნოსფერატუ და მეტროპოლისი გადაიღეს. ფილმები, რომლებიც დღესაც აქტუალურია კინოსკოლებში ისწავლება და ამავდროულად მათ რიმეიქებსაც ხვდებით. ომის შემდგომ გერმანიას გარკვეული კვოტა ჰქონდა დაწესებული ამერიკული ფილმების იმპორტზე, თუმცა მას შემდეგ რაც რეგულაციები შემსუბუქდა, ამერიკელებმა სიტუაციით ისარგებლეს, შეიძინეს იქაური კინოთეატრები და გერმანული კინოს დაპყრობა დაიწყეს. UFA ვიდეო სერიოზულ ფინანსურ კრიზისში ჩავარდა
და ის Paramount-მა და MGM-მა იხსნეს მათი ფილმების გერმანიაში ჩვენების სანაცვლოდ. ამან გამოიწვია ნაკლები გერმანული ფილმების ჩვენება, შესაბამისად ნაკლები შემოსავალი და ბოლოს ადგილობრივი ინდუსტრიის დასუსტება. ამ პერიოდში გერმანიის სათავეში მოდის ადოლფ ჰიტლერი. ფილმებს ედება ცენზურა და მხოლოდ იმ შემთხვევაში ნახულობს დღის სინათლეს, თუ კი რაიხის პროპაგანდის მინისტრი იოზეფ გებელსი დაადასტურებდა. ამან გამოიწვია ტვინთა გადინება კონკურენტ ჰოლივუდში, სადაც გერმანელ კინომწარმოებელთა ახალი დიასპორაც კი გაჩნდა. მეორე მსოფლიო ომმა ევროპის კონტინენტზე არაერთი მნიშვნელოვანი კინომწარმოებელი ორგანიზაცია გაანადგურა, რასაც შემდეგ აღდგენა და ეკონომიკური რესურსების დახარჯვა დასჭირდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჰოლივუდი ლობირებდა, რომ კინო გამხდარიყო არა კულტურული, არამედ ეკონომიკური პროდუქტი, რომელსაც რაიმე კვოტა ან ლიმიტები არ დაედებოდა. დეკადების მანძილზე ევროპამ საკუთარი ინდუსტრია მაინც განავითარა. ბრიტანელები ერთ-ერთი მოწინავეები არიან ბაზარზე და გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვანი როლი აქვთ. იტალიური კინო ფედერიკო ფელინიმ აღორძინა და დღემდე ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაწილედ ინდუსტრიაში. ფრანგულ კინოში ახალი ტალღიდან მოყოლებული დიდი ფინანსები იდება, მუდმივად საერთაშორისო ჰიტებს აწარმოებენ და სხვებისთვისაც ლოკაციის თვალსაზრისით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჰაბად მიიჩნევა. გერმანელებს კი როგორც წესი კარგი ფილმები გამოსდით, თუ კი თავიანთი წარსულის შესახებ იღებენ. ევროპა ერთი საერთო ჰოლივუდის ტიპის კინოქალაქს ვერ ქმნის, რადგან თითოეულ სახელმწიფოს თავისი სპეციფიკური მოთხოვნები, საჭიროებები, სატკივარი და მოსაყოლი გააჩნია, რასაც ერთად თავს ვერ მოუყრი. თუმცა ევროპული კინოს სააგენტოს რეჟისორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ 2030 წლისთვის გეგმავენ ევროპული კინო ერთმანეთთან დაახლოვონ, რათა კულტურული განსხვავებულობით შექმნან გლობალურ ბაზარზე სერიოზული კონკურენტუნარიანი მოთამაშე. კონკურენტი კი ჰოლივუდსაც ესაჭიროება, რადგან ბოლო პერიოდში უცხო კონტინენტებთან თანაპროდიუსერობის გარეშე ფაქტობრივად შედევრის კალიბრის ფილმებს ძნელად თუ ქმნიან. შედეგად ახალი გარემოს ათვისება და ევროპული დიდი კონკურენტის შეძენა მათთვისაც დადებითი მოვლენა უნდა აღმოჩნდეს. დღეს ჰოლივუდი თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონტენტის მეფეა და უდიდესი კულტურული გავლენა გააჩნია დანარჩენ სამყაროზე, მაგრამ ამ დომინაციას ხელი ბევრმა დამთხევამ და მსოფლიო მოვლენამ შეუწყო. რომ არა პირველი მსოფლიო ომი ინდუსტრია გაცილებით დაბალანსებული იქნებოდა, როგორც მუსიკაში, როდესაც 50-იან და 60-იან წლებში ამერიკელ არტისტებს კონკურენციას ბითლზი და სხვა მნიშვნელოვანი პოპ კულტურის წარმომადგენლები უწევდნენ. ფაქტი ისაა, რომ მსოფლიო ომებმა ეკონომიკურად გაანადგურა დასავლეთ ევროპა და იმ დროს კინოს საწარმოებლად არავის ეცალა. დავალოდოთ 2030 წელს, ვინ იცის, ეგ ევროპული კინოს სააგენტოს რეჟისორთა ასოციაციამ მართლაც გადადგას რევოლუციური ნაბიჯი და თავიანთი იდეა სისრულეში მოიყვანონ. ამ შემთხვევაში მსოფლიო კინო ბევრად უფრო ხარისხიანი, დაბალანსებული და რაც ყველაზე მთავარია, კვლავ საინტერესო გახდება.